გამარჯობა. ანტიქრისტე. არის თუ არა მისტერ ბისტი ანტიქრისტე? ჰიტაშე რა გითხარი? საერთოდაც ეს ყველაფერი ჰიტას ბრალია, იმიტომ რომ მან დაიწყო. რაც მან დადო ვიდეო მას მე უამრავმა ადამიანმა მომწერა და მარტო და მე კი არა, ყველას მიწერს და ყველა ქართველმა იუთუბერმა რაღაცა ვიდეო გააკეთა მგონი ამ თემაზე და მისტერ ბისტის იუთუბერობა 11 წლიდან იწყება. ეხლა უკვე 26 წელსაა და სადღაც 15 წელია იუთუბერი არის. შეიძლება ეს ბერმა არ იცოდეს, მაგრამ მისტერ ბისტის YouTube-ს კარიერის დასაწყისში თავიდან თავის ქრისტიანობაზე საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა ხოლმე, უпростоრეთ thumbnail-ებს აკეთებდა YouTube-ის თავის ვიდეოებზე ქრისტიანულს რა, ანუ მაშინაც მისტერ ბისტი ერქვა, მაგრამ ზოგს ჯვარი ქონდა გაკეთებული, ზოგს ბიბლიიდან ამონარიდები ეწერა და ანუ მოკლედ რა, აღიარებდა რომ იყო ქრისტიანი, მაგრამ მე რო გაიზარდა ნელ-ნელა რა თქმა უნდა, აქედან გადავიდა და ეხა თავს აიდენტიფიცირებს როგორც ვიცი აგნოსტიკი, იმიტომ რომ იძახის რომ ანუ არ იცის, ზუსტად გონია რომ რაღაცა თითქოს შექმნა ეს სამყარო შექმნილს გავს, მაგრამ ვერ ადებს თითს. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ელაპარაკობს. ის არის უდიდესი იუთუბერი და ცოტა ხანში შეიძლება პირველი იუთუბერი გახდეს, რომელიც მილიარდელი გახდება YouTube-დან. მას ასევე აქვს სხვა ბიზნესებიც და ყველაზე დიდი წარმატება ამ ცალკე ბიზნესებში აქვს, როგორც ვიცი, შოკოლადებიდან, რომელსაც ყველგან ყიდის. დანარჩენი დეტალები რაც დაგაინტერესებთ, ჰიტას აქვს ძალიან ჩაშლილი ვიდეო მასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ იქაც უყუროთ. ეხლა რატო აგორდა ეს სკანდალი, რომ შეიძლება ანტიქრისტე იყოს მისტერ ბისტი? ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ მისი სახელი მისტერ მხეცი ქვია, რაც გამოცხადებაში რაღაცა ნახსენებია რომ ანტიქრისტეს სახელია თუ რაღაც ეგეთი და ამიტომ გადაწყვიტეს რომ ეს არის ესეთი ვალიდური არგუმენტი რომ ესეთი სახელი აქვს YouTube-ზე. მერე ის რომ 1000 ადამიანს ცოტა ხნის წინ აღუდგინა მხედველობა. ანუ ჩერითი გააკეთა ეს რაღაცა ჩერითი როგორაა ქართულად. ხო, საქველმოქმედო ბევრ საქველმოქმედო რაღაცა ვიდეოებს აკეთებს ხოლმე, სადაც ხალხს ეხმარება, აფრიკის რომელიღაც სოფელში წყალი მიუყვანა, ჭები ამოუთხარა და რაღაცები და ესე დიდ გრანდიოზულ საქველმოქმედო ვიდეოებს აკეთებს ხოლმე და ხალხს ეხმარება და ნუ ესეც ენიშნა ხალხს, რომ აი რაღაც ხო არ ბაძავს ქრისტეს. ანუ ჩემთვის ეს არასაკმარისი არგუმენტი მხოლოდ იმიტომ არის, რომ ნუ რამდენი ადამიანი საქველმოქმედო რაღაცას გააკეთებს და გრანდიოზულ საქველმოქმედო სვლას გააკეთებს, იმდენი ქრისტეს ბაძავს მაშინ. ანუ იმას იძახიან, რომ აი რახან თვალები აუხილა რა, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმარისი არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა ბევრმა შეიძლება ქნას და უქნიეთ კიდეც, ანუ ამან უბრალოდ ვიდეო გააკეთა ამაზე და ანუ იუთუბერია და ჩანს. თორე ისე მგონია რომ არ არის ეგ ისეთი მასშტაბური საოცრებები, რომელიც გამოცხადებაში წერია იმაზე რა, ანტიქრისტეზე. ანტიქრისტეზე ისიც არის ცნობილი გამოცხადებიდან, რომ ერებს ყველას ძალიან ბევრს ის ეგონება, სიკეთის განსახიერება, ანუ ძალიან ბევრი მოტყუდება მისი სიკეთით და ადამიანობით. ძალიან მაგარი ორატორი უნდა იყოს და ძალიან მაგრად უნდა ატყუებდეს ბევრს, ანუ მასებს უნდა ატყუებდეს ძალიან მაგრად. და ანუ მისტერ ბისტს უამრავი ჰეითერი ყავს რეალურად რა, ანუ ძალიან ბევრს არ მოწონს და ვისაც მოწონს, ისინიც კი ხვდებიან, რომ ეს რაღაცა სიკეთის განსახიერება არ არის, რაც არ უნდა სიკეთებს აკეთებდეს, არ გონიათ ეს სიკეთის განსახიერება, იმიტომ რომ ანუ მის ვიდეოებს რო შეხედავ, რაღაცა დისტოპიური dark რაღაცა evil მოთამაშეს უფრო გავს რა, ანუ აი რაღაცა ეღადავება ადამიანებს, იმიტომ რომ შოუს აკეთებს აქედან რა, ანუ ეღადავება რა, შოუს დგავს, გრანდიოზულ შოუებს დგავს. ეხლა მისი ბოლო შოუ მაგალითად ძალიან დისტოპიური არის რაღაცა. ათასი ადამიანი უნდა შეაჯიბროს ერთმანეთს, რაღაცა Squid Game-ების მსგავს რაღაცას აკეთებს და 5 მილიონი უნდა გაათამაშოს რა, ანუ ერთი ადამიანი ამ 1000-დან მოიგებს $5 მილიონ. და ანუ უბრალოდ ვილანი უფრო ჩანს, ვიდრე სიკეთის განსახიერება და ეს მე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ გავს იმ რაღაცა ანტიქრისტეს დახასიათებას, რაცაც უნდა ველოდეთ.
სულ ეხლა ხანს მიმდინარეობდა მასზე გამოძიება და მის გუნდზე მთლიანად, იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი გუნდის წევრი, რომელიც ტრანსად დაკამინგაუტდა ცოტა ხნის წინ, აღმოჩნდა რომ რაღაცა პედოფილურ მოძრაობებში იყო შემჩნეული და ამიტომ მერე გამოძიება დაიწყო მთლიანად მისტერ ბისტზე და მის გუნდზე. თუმცა ეხლა უკვე ცოტა ხნის წინ დაპოსტა Twitter-ზე, X-ზე ბოდიში, ყოფილ Twitter-ზე, რომ საგამოძიებო პროცესი დასრულდა და გამოძიება დაადგინა, რომ არანაირი პედოფილური რაღაცაები მის კომპანიაში და ყოველ შემთხვევაში მასთან მიმართებაში არ დამტკიცდა და ანუ ის არის innocent, ანუ უდანაშაულოა ყოველ შემთხვევაში ამაში. თუმცა ასევე მიმდინარეობს გამოძიება მასზე crypto insider trading-ში, სადღაც 50 სხვადასხვა კრიპტოვალუტის შიდა ინფორმაციების შედეგად 23 მილიონის უკანონო ჩოვნაზე ედავებიან და ნუ ყოველ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს მასზე. მოკლედ მტრები არაკლია და მით უმეტეს ცუდი პრესა არაკლია რა, ანუ საკმაოდ hated personality, ანუ არ არის რომ ყველას უყვარდეს და ყველა ფიქრობდეს, ანუ ყოველ შემთხვევაში ბევრი ფიქრობდეს რომ მაგარი ტიპია რა, ანუ არ გონიათ ეგრე და ამიტომ ცოტა ეჭვი მეპარება რომ ეს იყოს ეგ ვარიანტი. თუმცა ანუ 26 წლის არის ჯერ და დრო გვაქვს კიდე და ასე რომ არავინ იცის, მაგრამ ხო, ანუ ეს ამ ეტაპზე არ ჩანს ეგეთი. და ზოგადად რატო ინტერესდება ხალხი ესე ძალიან ანტიქრისტესი? ანუ ვიდეოები ვნახე, სადაც ecstatic არიან, ანუ ძალიან უხარიათ ამ თემაზე საუბარი ადამიანებს რა, ანუ აი they are so interesting. მშიერია თითქოს ხალხი ამ ინფორმაციის მოსაძიებლად და რატო არის მშიერი, ხო? ანუ რამდენიმე ვარიანტი არის, რატო უხარია ხალხს ესე მაგრად ანტიქრისტეზე ლაპარაკი და რატო აინტერესებს ესე ძალიან რა და არის რამდენიმე ვარიანტი. მე 3 გამახსენდა, თუმცა თქვენ შეიძლება მეტი იცოდეთ, მაგრამ 3 გამახსენდა, მე 3 ვარიანტი არის. პირველი სეირის მოყვარულობა. ზოგადად ადამიანებს გვახასიათებს და ძალიან ხშირად ვართ სეირის მოყვარენი. ანუ გულისხმობ სეირის მოყვარულობაში იმას, რომ სხვისი დაცემით, სხვისი ცუდ მდგომარეობაში ყოფნით, თქვენ სადღაცა ჩუმად რო გვიხარია რა, ხანდახან ხმამაღლაც, მაგრამ გულის სიღრმეში შეიძლება გვიხაროთ და ჩუმად და შეიძლება საკუთარ თავსაც კი არ გამოუწყდეთ, მაგრამ ეგ არის მიზეზი, რატომაც რაღაცას ვაკვირდებით და ვუყურებთ ან ვინტერესდებით. და ეს არის გულგრილი მდგომარეობა, ან როცა მეორე ადამიანის ან ადამიანების მდგომარეობა კი არ გადარდებს პირიქით რა, ანუ გიხარია და არის სატანური მდგომარეობა. იმის გამო, რომ ხო მოდის ეს ან რაღაცა ბოღმისგან, ან შურისგან. მეორე სხვების დასჯის სურვილი. ხშირად გვხვდება ისეთი პოსტები, რომ ხალხისკენ მოწოდება, რომ აი დროზე მოეგეთ გონს, თორე მეორედ მოსვლა რომ მოვა, თქვენიცი რა დაგემართებათ და ეს არ არის სხვის ბედზე ღელვის გამო კი არ წერენ ამას, ანუ წერენ იმიტომ რომ აღმატებული გონიათ თავი და უხარიათ, რომ აი მე ხო აქა ვარ და შენ დროზე შენი ცოდე ჯოჯოხეთში დაიწვევი. ანუ ნების წმინდა მამები ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ სხვისთვის ცუდის სურვება, თუნდაც ის ადამიანი რაღაცა საოცრებად ცუდ მდგომარეობაში იყოს, ეხლა გულისხმობა, სიბოროტეს ჩადიოდეს რა, ისეთ სიბოროტეს, რომ აი ცუდად რო გახდები, რომ გაიგო, არა თუ დაინახო, ეგეთ სიბოროტეს რო ჩადიოდეს, აი ეგეთ ადამიანსაც კი არ უნდა უსურვო ჯოჯოხეთში მოხვედრა. ეგ არ არის ქრისტიანული და პირიქით, ანტიქრისტიანულია, ანუ უსიყვარულო მდგომარეობა არის და არ გეცოდება და არ ღელავ რეალურად მასზე. ამიტომ მეორე არის დასჯის სურვილი და ამიტომ უხარიათ ხოლმე ეს ანტიქრისტეზე საუბარიც, რომ აი ის მოვა, მე ღმერთი მოვა და ყველას დასჯის რა. ოღონდ ეს მოსდის ასევე ჩემი აზრით ძალიან ბევრს გაუაზრებლად. ანუ მართლა არ ფიქრობენ რომ რამე ცუდს აკეთებენ რა, ანუ გონიათ რომ ეს ოკეია. და მესამე მიზეზი, რატომაც ინტერესდება ხალხი ესე ძალიან ანტიქრისტეთი, არის რეალური ღელვა. ანუ აი ქრისტიანების მხრიდან რეალური ღელვა, რომ იქ წერია რომ რჩეულებიც კი შეცდებიან და რას ნიშნავს კაცო რჩეულებით შეცდება, მე რა გავარ, ანუ ხო მეც ხო შეიძლება შევცდე და ამის გამო შიში. და ეს გავიკითხე სხვათა შორის, ანუ ძალიან მაინტერესებდა ეს მცოდნეების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით და ესეთი ძალიან დამამშვიდებელი რაღაც მითხრეს, რომ ქრისტიანები და რჩეულები დღესაც ცდებიან. ანუ დღესაც ცდებიან ძალიან ჩვეულებრივად ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიან, მაგრამ უსმენენ ვიღაცამ ჩხიბავს
და ისიც თანხვედრი გონიათ რა, ეს ოკეი გონიათ, რომ ისიც გააკეთო და ესეც. დღესაც ცდებიან მღვდლები, რომლებიც რაღაცა თავისი ვნებების გამო არიან მღვდლები და ანუ ის ვიღაცას ჭორაობა მოწონს, ან მღვდლები, რომლებიც იღებენ იმას ქრთამს, ან მღვდლები ასე შემდეგ რა, ანუ მოკლედ არასწორი მიზეზების რაღაცამ რო გადაწონათ, აი ფულმა რო გადაწონა მღვდელი მაგალითად, ეგ ისეთი რაღაცა არის, რომ აი რო იცის რომ სწორ გზაზე დგას და იქ რო შეცდება რა. მაგას გულისხმობენ, ეგრე თუ შეცდება ქრისტიანიო, ანუ ეცოდინება ქრისტიანს, რომელიც რაღაცას აკეთებს თავისი ქრისტიანობისთვის, ან ეკლესიაში დადის, მარხულობს, აღსარებას, აბარებს, ზიარებას იღებს და რა ვიცი, წმინდა მამებს კითხულობს და რაღაცებს, ეგეთი ქრისტიანი კი არ შეცდება ესე, რომ აი განა ვერ იცნობს ანტიქრისტეს ან რაღაცა. უბრალოდ შეცდება იმ თავისი ვნებების გამო, რაც აიძულებს, რომ ცუდ გზაზე წავიდეს. ანუ შეცდება ფულის მოყარეობის გამო, შეცდება კუჭის მოყარეობის გამო, შეცდება დიდების მოყარეობის გამო და ასე შემდეგ და არა იმიტომ, რომ ვიღაცა შეაცდენს და მოატყუებს და რაღაცას აი შემოუცურებს, ან ჩიპს შემოუცურებს, ან აცრას ან რაღაცა. ეგ არის გამორიცხული, ანუ სულიერად ეგ არის გამორიცხულიო, იმიტომ რომ მაშინ შენ აღარ ხარ უკვე პასუხისმგებელი იმ შენ ნაბიჯზე. და ეგრე არ გამოვა, ანუ ეგრე ქრისტიანი, რომელიც არის ქრისტიანულად ცხოვრობს, ის ესე მოტყუებით არ შეცდება. უფრო ისე შეცდება, როგორც აი დღესაც ცდებიან ხოლმე რა. დღესაც საქართველოში, ანუ ძალიან ჩვეულებრივად ცდებიან ქრისტიანები, რომლებიც უსმენენ და მიყვებიან თავისი ქრისტიანობის მიუხედავად გეუბნებით, ანუ მაგებს, შავ მაგებს, თეთრ მაგებს, მჭყიბავებს და ვიღაცაებს Facebook-ებზე მიყვებიან, ანუ ყველაზე მეტი ფოლოვერები ყავთ ლამის საქართველოში მსგავს ადამიანებს, ანუ ყოვლად არასწორი რო არის ქრისტიანულად და მაინც უსმენ, იმიტომ რომ გონიათ, რომ ის ოკეი. ასევე შეცდებიან ადამიანები, რომლებსაც ეგონებათ, რომ ამ ქვეყნიური სამოთხე არის რეალური სამოთხე. ანუ კეთილდღეობა, მატერიალური კეთილდღეობა ან მშვიდობა, ასე ვთქვათ რა, ერთი შეხედვით მშვიდობა, თორე ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება ქრისტეს გარეშე. შეცდებიან ადამიანები, რომლებიც ვერ არჩევენ ნამდვილ სიკეთეს ფეიქ სიკეთისაგან. შეცდებიან ადამიანები, რომლებიც ვერ არჩევენ ნამდვილ სიყვარულს ფეიქ სიყვარულისაგან და ანუ როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი და ფეიქი სიყვარული. ნამდვილი სიყვარულის ერთადერთი დამამტკიცებელი არის, ანუ როგორ უნდა შეიცნო ნამდვილი სიყვარული, უნდა შეიცნო ქრისტე და როგორ უნდა შევიცნოთ ქრისტე, გარდა იმისა, აი პირადი ურთიერთობისა და მასთან გულიდან საუბრისა, არის ასევე ის სიტყვა, რაც დაგვიტოვა, ანუ წმინდა წერილი და წმინდა მამების განმარტებები და წმინდა მამების გამოცდილებები, რაც შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს. ანუ მაგ შემთხვევაში ეცოდინება ადამიანს ნამდვილი სიკეთისა და ბოროტება შემოცმული სიკეთის გარჩევა. ისევე როგორც დღესაც ძალიან ბევრი ვერ არჩევს ნამდვილ სიკეთეს ფეიკის სიკეთისგან და ვიღაცებს რაღაცა ეს ფსევდოუფლებებზე ბრძოლები რო გონიათ ხოლმე, რომ ვიღაცის მართლა უფლებებს და ვიღაცის სულზე და ადამიანურ მდგომარეობაზე ზრუნვა არის, არა და პირიქით. ხო, ანუ ეგ არის რეალურად სიბოროტე და შემოცმული აქვს უბრალოდ სიკეთის მანტია. და აი მაგას ეგეთ რაღაცებს უბრალოდ ვერ იცნობს რა ადამიანი, რომელიც არ ეცდება ქრისტესთან დაახლოებას და ასე ახტაცებულად რომ საუბრობდეთ ქრისტეზე, როგორც ანტიქრისტეზე ექსტაზი რო გვემართება, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით ზოგადად რა, ანუ ასე რომ იუთუბერი იქნება ეს ანტიქრისტე თუ ძროხისწყალავი არ აქვს მნიშვნელობა. თავარია ღმერთთან ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს. ანუ მე ესეც სურვილი მაქვს ხოლმე რომ რაღაცა ერთი ის არის ხატი არის, სადაც ღმერთი ქრისტე კიდებს ასე ხელს რა, თავის მოციქულს მე მგონი. თუ ვიღაცას აღარ მახსოვს, ესე კიდებს ხელს და ანუ ეგრე როცა რაღაცა სუსტად ვარ ხოლმე სულიერად ან რაღაცა, ეგრე წარმომიდგენია რომ გთხოვ ღმერთო ასე წამათრიესად, წამიყვანე სადმე, იმიტომ რომ არ მინდა სიტყვაზე ეკლესიაში არ მინდა წასვლას ზოგჯერ, აი გეზარება ადამიანს. გთხოვე რომ წამიყვანე რა, გთხოვ ასე მოკიდე და წამიყვანე. და მიყავ ხარ. And it's so good. იმიტომ რომ მე შენ ადამიანურ ბანძ ვნებებზე არ ხარ დამოკიდებული, რომ რაღაცა გააკეთო სწორი. It's amazing. მგონია რომ ღმერთის
წინაშე ანუ ცოდვა არის ის რომ გეშინოდეს ანტიქრისტესი ან რაიმე დროების ან ვიღაცა კომპანიების ან ჩიპების და ასე შემდეგ ანუ ცოდვა არის რა მხრივ რომ ისე იგი შენ ღმერთს არ ენდობი ანუ რა თქმა უნდა ყველას გვიჭირს ღმერთის ნდობა ეხლა მე იმას კი არ ვიძახი რომ ეს რა ქვია მე ვენდობი უეჭო არა გვიჭირს ყველას ადამიანური თვისება არის რომ გვიჭირდეს ეგ მაგრამ ანუ ძალიან ცუდ დონეზე არ ენდობი რა, როცა შენ შიში ხარ, რომ აი ვიღაცა მილიარდელი სადღაც, ვიღაცა იუთუბერი, ვიღაცა ის კომპანიები, ჩიპები, ისინი ესენი აი საშიშია რა. არაფერი არ არის შენ თუ საშიში, შენთან თუ ქრისტია. ანუ საერთოდ არაფერი. Literally nothing. და ჩემი საყვარელი მომენტი არის, როდესაც მოციქულები აღვიძებენ მძინარე ქრისტეს ნავში, როცა ამოვარდება შტორმი და ამათ უწოდებს ეს რა ქვია, მცირედ მორწმუნეებს. მიყვარს ეს მომენტი, იმიტომ რომ სულ ჩემი თავი მახსენდება ხოლმე რა, ანუ მცირედ მორწმუნე და როცა კი შემომეპარება ეგ რაღაცაზე შიშიან რაღაცა, ანუ ეგ მაგას ვიხსენებ, რომ ანუ რა მცირედ მორწმუნე ხარ. რასაკეთებ? და ჩიპებზე მინდოდა მეთქვა, რომ ანუ ვინც კი გეუბნებათ, რომ ეს უეჭველი ჩიპი არის, ან იცის, რომ ეს ჩიპი უნდა იყოს, ცდება და თქვენს გაცდუნებთ, ტყუილად გაშინებთ თან. იმიტომ რომ ძალით თუ ჩაგიდგეს და თქვენ უარზე იყავით, რამე ეგ სულიერ იმაში არ გეთვლება, იმიტომ რომ ეგრე, რავი, აწამებდნენ იმათ, ხა ჩვენ წმინდანებს რა ვერაფერს ჩაუდგამდნენ, რომ რამე და ანუ სულიერი აზრი ეკარგება მაგას და შენ დამნაშავე აღარ გამოდიხარ თუ ძალით რამე ჩაგიდგეს. ამიტომ ესეთი რაღაცების შიში არის სისულელე. ეს მე გადავამოწმე, ანუ მარტო ჩემი აზრი არ არის, ვინც ამ საკითხებში გარკვეული არის, იმათ ვკითხე. ბეჭედი, ის რაღაცა მხეცის ბეჭედი თუ სატანის ბეჭედი თუ რაღაც ეგეთი არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს პირდაპირი ბეჭედი, ან ჩიპი, ან რაღაცა ფიზიკური საგანი, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ვინც მონათლულები ვართ, გვაქვს სულიწმინდის ბეჭედი, იმიტომ რომ მონათლისას იძახიან, რომ მოგენიჭა ბეჭედი სულიწმინდისგან. ანუ შუბლზე გისვავენ იმას, რა ქვია, ზეთს და ხელებზე და გენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ანუ ეგრე იძახიან. და ანუ მაგის გასაქარწყლებლად უნდა მოხდეს რაღაცა და არ არის ეს რაღაც რასაც ძალით გაგიკეთებენ და არ არის ეს რაღაცა მაინდა-მაინც რომ ფიზიკური და ჩიპი იყოს. და თუ ხარ ესეთი ქრისტიანი, რომელიც უბრალოდ იძახი რომ ქრისტიანი ხარ, მაგრამ არანაირად არ ცხოვრობ ქრისტიანულად, პირიქით, ანუ ლამის ღმერთს ებრძვი რა, შენი ცხოვრების წესით. რა ანტიქრისტესი გეში? ანუ ანტიქრისტე რატოა საშიში? შენ თავს შენ თვითონ უკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ანუ შენს აქციელს ანტიქრისტე წარსაწმენდად არ ჭირდება. მგონია რომ ცოტა მაგაზე შეიძლება დავფიქრდეს, რომ ანუ რეალურად რატო გვაშინია ანტიქრისტეს თუ ჩვენ თვითონ ვითხრით საკუთარ საფლავს. მოკლედ, პანიკა არ არის ქრისტიანული ამ თემასთან დაკავშირებით, კი არა, არაფერთან დაკავშირებით რა და ღმერთმა მოგცეს იმის ძალა, რომ მაგას გადავეჩვიოთ. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.